Adigeni სოფელ გომაროში სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია, გზები უკვე გაიწმინდა. გეოლოგები მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ და შესაბამის დასკვნასაც მოამზადებენ. მეწყერმა 2 საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები დააზიანა. ერთ-ერთ დაზარალებულ ოჯახს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს, მეორე კი დახმარებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდება. სარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად სპეციალურმა კომისიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა. მეწყერული პროცესები ღამით მოსულმა უხმა ნალექმა გამოიწვია. დაგვირეკეს მეზობლებმა ეს მდგომარეობა არის თუ მოვედით ღამის 10 იყო საათი, ყველანაირი ტექნიკა მოსული იყო, ყველანაირი დახმარება მოსული იყო, სახლიდან წყალი ამიეტუმბეს, მაგრამ აზრი არ აქვს. ყველანაირი ტექნიკა გაფუჭებულია, საძინებლები, ოთახებში ლამინატების ყველგან რამე აღარ არის, საერთოდ ყველაფერი განადგურებულია, სარეცხი მაშინა, იმაცივარი ჭურჭლის მაშინა, ტექნიკა საერთოდ გაზი, რამე საერთოდ საწოლები დაჟე აღარ გვაქვს რამე, ვეში საერთოდ ყველაფერი განადგურებულია. აგეთ პატარა ბოუში მყავს, ამით ვარ, მე შინია სახში ვერ ვჩერდები. გასულ წელს იყო, ასე იყო, აგესი რადიები დაზარალდნენ, წელს მე დავზარალდი, გასულ წელს 22 ივნისში იყო, ახლა 23 ივნისი არის. წინაწელს ჩვენთვის არაფერი არ უთქმიან, ან აქ არის ცხოვროთ, ან რამე, რა ვიცი. გასულ წელს მოხდა ანალოგიური სიტუაცია, რაც ახლა დღეს ხედავთ, იგივე ვარიანტი მოხდა. ეს კიდე აგერ მეოთხედ გემეორა, მაგრამ ეს უკვე ძლიერია. განადგურა სახლები, ავეჯი, აგერ მანქანა, ხედავს ერთი მანქანა, აგერ დამარხა ერთი, აგერ დამარხა. რას ვითხოვთ ახლა და აი ეს ადერთი მე ჩემი აზრით, რასაც მოვიდნენ გეოლოგებმა შეაფასონ, იცხოვრება თუ არ იცხოვრება აქა. ჩვენ ფაქტიურად გვაქვს 2-3 ლოკაცია, სადაც ხშირად არის ესეთი შემთხვევები და ფაქტიურად შევქმნით უცებს სამოქმედო შტაბი, ჩვენი კომისია, გამოვიძახეთ ტექნიკა, მოვედით იმ დროს აქ უკვე რომ აი ღვარცოფი უკვე იწყებდა დინებას და შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად გადავარჩინეთ ჩვენმა ძიმე ტექნიკის დროულად გამოყენებამ და ნაადრევმა პრევენციამ დიდი უბედურება აიცილა თავიდან. აქ 2 ოჯახია დაზარალებული, ამ 2 ოჯახიდან ერთ-ერთს კომპენსაცია მიღებული და გასული არის, მაგრამ სამწუხაროდ მას ნივთების ბოლომდე არ გატანა და ეს ნივთების დაზიანდა, მაგრამ თავარი ის არის რომ უფრო დიდი უბედურება აიცილა თავიდან.